awe-inspiring feat of engineering, built to feed the Soviet Union's hunger for power. Levan has worked at the Inguri hydroelectric power station all his adult life. Ეგურესი არის საქართველოს უდიდესი და ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის. ეს აწარმოებს ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის 40-42%. When it entered service in 1978, Inguri was the largest dam of its type in the world. В тот день пришло письмо от Леонида Ильича Брежнева. Brezhnev sent his personal congratulations. After the collapse of the Soviet Union, it fell into disrepair. Galleries and tunnels inside the dam were all but abandoned, becoming more dangerous each year. Lengthy power cuts were a fact of daily life across the country. რეაბილიტაციის პერიოდში შესრულდა თითქმის 5 კილომეტრის სიგრძის გალერეებისა და გვირაბების რემონტი, რომელიც მოთავსებულია კაშხლის ტანში. სამუშაოები მოიცავდა ცემენტაციას და ზედაპირის გამაგრებას. ამჟამად ეს გალერეები წესრიგშია. შენახავთ ყოფილი დისკურის საკეთების შენობაში. ამ საკეთების დანიშნულებაა გვირაბის გადაკეთვა ავარიული სიტუაციების დროს, ასევე რემონტის დროს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვერ ვახერხებდით ამ მოწყობილობის რემონტს დაუფინანსებლობის გარეშე და ისინი ვერ ასრულებენ თავის ფუნქციას. დღეს ყველაფერი შეკეთებულია, დაყენებულია ახალი მოწყობილობა და ყველაფერი მუშაობს სტანდარტული წესების შესაბამისად. Inguri plays a critical role in Georgia's infrastructure. Since 1998, the EBRD has contributed 58 million euros to the renovation work. Inguriზე მუშაობთ 550 ადამიანი. ევრობანკის და ევროპის გაერთიანების დაფინანსებით ჩვენ შევძელით დაგვებრუნებინა ინგურისისთვის სრული სიმძლავრე. დღეს ის მუშაობს საპროექტო სიმძლავრის და გამომუშავების შესაბამისად. ეს კაშხალი არის 271 მეტრის სიმაღლის და უდიდესია თაღოვან კაშხლებს შორის. დღეს ის მთლიანად არის რეაბილიტირებული. მე ვიყავი 22 წლის, ვინც არ დავიწყე მუშაობა. დღესაც აქ მუშაობ და ეს არის მთელი ჩემი ცხოვრების აზრი.